რამდენი წლის წინ დაიწყეს სწავლა თესებში? 2020 წელს დაიწყეს სწავლა. 15 წელი. არასდროს თვითმმართველობა არ არის სტუდენტების ინტერესების გამომხატველი და ეგ არ შეცვლილა. ნამდვილად. ძალიან აქტიურად თავიდან ვითხოვდით ჯაბასამუშიას გადადგომას. ეს ძალიან მიყვარს, დიდი მიღწევა რო არის სტუდენტების რექტორთან შეხვედრა. რით განსხვავდებოდა თქვენი თაობის სტუდენტები წინასგან? ჩვენ ვიყავით პირველი ეროვნული გამოცდები, ვინც ჩააბარა ეგ თაობა. ანუ თაობა, რომელსაც სულ არ წმუნებდნენ, რომ არაფერი არ გამოგივა, ვერ მოხვდები, იმიტომ რომ გჭირდება ნაცნობი იქ. დავიჯერეთ ჩვენ და გვჯეროდა კარგა ხანს, რომ ჩვენ ვმართავთ უნივერსიტეტს, ჩვენ რაც გვინდა ისე იქნება. მე იყო ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ მე მგონია, რომ აი ამ თაობას სხვა ყველა თაობისაგან განასხვავებს აი ეგ რო იბრძვის და სჯერა იმის, რომ შეცვლა შეუძლია. თქვენი აზრით 2024-2025 წლების მოვლენებმა რისი გამოცდილება მისცა სტუდენტებს? პირველ რიგში თითქოს გაიღვიძა სტუდენტობამ რაღაც მომენტში და წამოვიდა ახალი სტუდენტური პროტესტის ტალღა. მაგრამ თან იყო დიდი იმედგაცრუება, შუაში დაგხვდა დიდი იმედგაცრუება, როცა თითქოს ჩვენი ვერ გავიტანეთ, არაფერი არ გამოგვივიდა და უცებ გაქრა ეს სტუდენტური ტალღა და დარჩა რაღაცა რაოდენობა სტუდენტების. და ახლა ვართ გაჭედილი ზუსტად იქ, რომ დავკარგეთ ძალიან ბევრი სტუდენტი პროტესტში და ვცდილობთ, რომ ისე უკან დავიბრუნოთ. ლაპარაკობთ ხოლმე ამაზე? კი. რა დაგვემართა, რატომ დაგვემართა? კი, და სხვათა შორის ესეთი რაღაც ჩავატარეთ, ფურცლები დავარიგეთ, სადაც ეწერა, რომ რატო უნდა გავიფიცოთ სტუდენტები და რატო არ უნდა გავიფიცოთ სტუდენტები. რატო არ უნდა გავიფიცოთ იყო ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა მიზეზები ეწერა, ზოგი იყო ძალიან სერიოზული, რომ აი სიტყვაზე ჩემთვის სწავლა უფრო მნიშვნელოვანია, მე სანგდები რომ შემეტენოს ფულს ვერ გადავიხდი შესაბამისად, არ მიმაჩნია სწორად გაფიცვა. ზოგი წერდა, რომ აი ოჯახური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს ამაში, ზოგს უბრალოდ არ აინტერესებდა და აპოლიტიკურობას აწერდა ამ ყველაფერს. ბათუმში რო სტუდენტები ფოიეში შევიდნენ პროტესტის მიზნით, მაქედან დაიწყო, ანუ მთავარი საწყისი იყო ეგ. და სუსუ თავიდან შევედით ჩვენ სოლიდარობის მიზნით, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ერთ-ერთი მეთოდი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წუხდებოდა ამით, განსაკუთრებით მაშინ როცა ჯაბასამუშიამ უნივერსიტეტში შეუშვა სპეცრაზმი და ჩვენს დარბევაში ხელი შეუწყო, განსაკუთრებით მანდ მივხვდით, რომ საჭირო იყო რაღაც ისეთის გაკეთება, სადაც პირდაპირ უნივერსიტეტში გამოგვახატინებდა ჩვენს პროტესტს. ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი კარგი მეთოდი იყო სტუდენტებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თქვენ ორგანიზება მოახერხეთ, თუ მანამდე გქონდათ რაღაც პატარა პრობლემები, რომელსაც იქ იგوارებდით. აი ესეთი პატარა პრობლემები, როგორიც არის, არ ვიცი. აუდიტორიაში რაღაცა გადამწვარი ნათურის შეცვლა, ან რაღაცა. აი ესეთი პატარა პრობლემები, რომელიც გაწუხებს. თუ პირდაპირ შეეჭიდეთ უკვე აი ამ დიდ ამბავს. რეალურად პირდაპირ შევეჭიდეთ. უცებ იქ ერთმანეთი რო გავიცანით სტუდენტებმა და რომ მივხვდით სპონტანური იყო კი რომ მივხვდით რომ ყველა ერთ აზრზე ვართ და ერთი მიზანი გამოძრავებს ძალიან სპონტანურად მოხდა ეგ ყველაფერი. წარმოგიდგენთ ჩვენ ყავდა რექტორი რომელიც დადიოდა დაცვით და არავის არ გვენახა არასდროს. ანუ მის კაბინეტში სტუდენტი ვერ შედიოდა. ეს მე ვსწავლობდი ჟურნალისტიკაზე, რომელიც მე-6 კორპუსშია და რექტორი არასდროს ნამყოფი არ იყო მე-6 კორპუსში. და ჩვენ თქვით, რომ მოდი გავაკეთოთ ისეთი რამე, რომ ეს რექტორი ეგებ ვნახოთ. ანუ დაველაპარაკოთ ადამიანს, რანაირად შეიძლება, რომ ასე ნანახი არ ყავდეს ეს ადამიანი. და ეს რომ ვერ შევძელით, მე ავდექით და ერთ-ერთ გადაცემაზე, სადაც სტუმრად იყო მოწვეული, ჩვენ დამსწრეებად მივედით და სარეკლამო ჭრაზე ჩავედით და იქ დაველაპარაკე რექტორს და იქ უთხარი, რომ ჩვენ კამერები გვჭირდება.
და მან მითხრა, რომ კი რაღაცა იქნება, გავაკეთებთ ამას. ეს ბრძოლა კამერებისთვის და სტუდიისთვის, რომლისთვისაც ინვენტარი წამოვიღეთ საზმაუსთან, სადაც ვთხოვეთ, რომ ეგ გადაგდებული რამე სტუდიის მასალები გქონდეთ და მოგცეთ. გაგრძელდა წელიწადზე მეთხანს და როცა იქ სტუდია გაკეთდა და როცა იქ კამერები შევიდა და გადაირიცხა 100,000, მე უკვე აღარ ვიყავი სტუდენტი. მე იმ სიკეთეებით აღარ მისარგებლია, რაც აი ამ ჩვენ ბრძოლას მოყვა. მაგრამ აი ეგ გამოცდილება, როგორ აგვარებ პრობლემებს და რამდენნაირად ვცდილობ ამის მოგვარებას, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ყველა თაობას ნულიდან უწევს დაწყება რაღაცის და ყველა იმ შეცდომის თავის თავზე გამოცდა და გავლა, რაც შესაძლებელი არის, რომ აი როდესაც ჩანაცვლება ხდება, ხო, რაღაცა ნაწილი რჩება ძველი მოძრაობის, მე ახლები მოდიან, აი ეს ტრანზიცია არასდროს არ ხდება ჩვენთან და მე მგონია, რომ ბევრი პრობლემა არის აქედან გამომდინარე, რატომაც სტუდენტები ვერ ორგანიზდნენ ისე, როგორც თქვათ, საჭირო იყო. მგონია, რომ ეგ არის ის, რაც ადმინისტრაციას, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა და რასაც ცდილობს. ქონდა თუ არა უკვე პირველი იმედგაცრუება და რა იყო ეს? კი, პირველი იმედგაცრუება იყო, ძალიან აქტიურად თავიდან ვითხოვდით ჯაბა სამუშიას გადადგომას. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა. მერე 0-23-ში რო შევედით, აუდიტორიაში რო შევედით. ჯაბა სამუშია ჩამოვიდა სტუდენტებთან, ყავები და ბულკები მოიტანა და დაუჯდა, რომ აბა რა ხდება ბავშვებო, მე ხო იცით თქვენკენ ვართ, რაც იყო სრული სისულელე, უბრალოდ იმ წამს ვითომ ჩვენ მხარეს იყო რაღაცა სიტუაციიდან გამოძრომა უნდოდა და რეალურად რო წაუყენეს, რომ რატო შემოუშვით თესეუს ეზოში პოლიციელები, რატომ მიეცით იმის საშუალება, რომ დავერბიეთ და ასე შემდეგ, ყველაფერს უარყოფდა. მივხვდით, რომ უბრალოდ ვაპროტესტებდით, ვიყავით ამ აუდიტორიაში, მაგრამ არაფერი არ იცვლებოდა. ამის შემდეგ დაიჭირეს თესეუს სტუდენტები, ზვიად ცეცხლაძე და რევას კიკნაძე და მერე გამოვედით ჩვენს აუდიტორიიდან. ეგ პერიოდი საერთოდ არც ვფიქრობდით არაფერზე, თითქოს ხელის ჩაქნევის მომენტი გქონდა, რა აზრი აქვს თვითონ შიგნით უნივერსიტეტში თუ არავინ არ გვისმენს, მაგრამ იმდენად გამწვავდა უკვე სიტუაცია, მივხვდით, რომ ამ პატიმრებსაც არავინ არ გამოუშვებს, უკვე უფრო ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ, მანდ გადავწყვიტეთ, რომ არაუშავს იმედგაცრუება გამოცდილებაა ეგეც გამოცდილებაა კი. ამიტომ დროა რომ შევცვალოთ ჩვენი იმდროიდელი მიზანი. უკვე ვითხოვდით, რომ უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება დაკავებულ სტუდენტებს. ეგეც იყო ერთ-ერთი პირველი. ეგეც იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ რეალურად არ გააკეთეს, მაგრამ აუდიტორიაში რომ შევედით, იმდენი მოვახერხეთ, რომ ბოლოს ჯაბა სამუშიასთან შეხვედრები დავაორგანიზეთ. და შიგნით უნივერსიტეტში რაღაცებს. ეს ძალიან მიყვარს, დიდი მიღწევა რო არის სტუდენტების რექტორთან შეხვედრა და გამარჯვებათ რო აღვქვამთ. რაც რეალურად 15 წლის წინ რო აღვქვამდით ამას გამარჯვებათ და 15 წლის შემდეგაც რო ეს დიდი გამარჯვება რო რექტორს შეხვდით. თვითმმართველობასთან თუ გიცდიათ ურთიერთობა. ეს უნივერსიტეტი სინამდვილეში დამოუკიდებელი არასდროს არ ყოფილა იმ თვალსაზრისით, რომ აი რექტორიც როგორ აირჩევა, ხო, როგორ მიმდინარეობს ეს კონკურსი, მან და ჩანს და ეს სტუდენტების რაოდენობა, რომელიც თვითმმართველობაში არის, ყოფს რაღაც უფრო ბენეფიტებს იღებდა. რითიც ისინი იყვნენ ცნობილები, იყო რომ რაღაც ექსკურსიებზე დადიოდნენ, ექსკურსიებს აორგანიზებდნენ და ის რაც საქმეზე იყო ორიენტირებული, მე არ მახსენდება, რომ რაიმე შეეცვალათ. თუნდაც რაღაცა მოჩვენებითად მაინც. და ამიტომ არის რომ
ვერაფერს სიკეთეს ვერ ვხედავდით მათთან ურთიერთობაში და არც არასდროს არანაირი შეხება არ გქონია, არც განგვიხილავს თანამოაზრეებად არასდროს. და მერეც ჩვენ შემდეგ რაც ხდება, არის ის, რომ რეალურად სტუდენტებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან პრობლემაზე, ყოველთვის პრობლემა აქვთ თვითმმართველობასთან. იმიტომ რომ ამ თვითმმართველობაში არიან მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელი ახალგაზრდები და უკვე შემდეგ ხდება ეს კონფლიქტები, ჩხუბები, რაღაცა ძალადობა და ასე შემდეგ. როგორც კი აქეთ მხარეს, ანუ ჩვენ შემდეგ აქეთ მხარეს ორგანიზება მოახერხეს სტუდენტებმა, ეგრევე მოხდა თვითმმართველობასთან დაპირისპირება. ჩვენ შემთხვევაში განსხვავება ის იყო, რომ თვითმმართველობას თან ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. და თვითონაც უწევდათ ჩვენთან კომუნიკაცია, უნდათ ეს არ უნდათ, ხდებოდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. თვითონ ჩამოდიოდნენ, თვითონ გნახულობდნენ, აბა როგორ ხართ, რა შვებით. ეს უბრალოდ სიტყვიერი მხარდაჭერა იყო? მხარდაჭერასაც არ დავარქმევდი მე უბრალოდ კარგად გამოიყენეს სიტუაცია, რომ როცა ის დღე დადგებოდა, როცა პატარა დაპირისპირება მოხდებოდა ჩვენ შორის, გაიხსენებინათ, აი გახსოვთ ჩვენ რომ თქვენთან ერთად შემოვედით. ჩვენთან ერთად რჩებოდნენ, ოღონდ რჩებოდნენ თავის კაბინეტში, რაღაც გამოყოფილი ოთახი აქვთ, თვითმმართველობის ოთახი თსეუში, იმ ოთახში რჩებოდნენ ხოლმე. მაგრამ სანამ ჩვენ მართლა რაღაცებზე ვფიქრობდით, განვიხილავდით, ისინი ერთობოდნენ. ფიქრობთ თუ არა იმაზე, რომ არ დაუშვათ წინა ჯგუფების შეცდომა და ეს გამოცდილება დატოვოთ უნივერსიტეტში, რაც გაქვთ? კი, სხვათა შორის გვისაუბრია ამ თემაზე. პირველად რომ შევქმნით და ერთად აღმოჩნდით, მაშინ მივხვდით, რომ ძალიან ცოტა გამოცდილება გქონდა და არ გვყავდა ისეთი ადამიანი, ვინც გვეტყოდა რა არის უკვე გაკეთებული, რა მეთოდები ჭრის, რა მეთოდები არ ჭრის და სულ ფიქრობთ ხოლმე მაგაზე, რომ როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, ამ შემთხვევაში გულისხმობ მოძრაობას, როცა ჩვენ სტუდენტები აღარ ვიქნებით, ჩვენს მერე ვიღაცა ხომ უნდა დარჩეს, ვიღაცამ ხომ უნდა გააგრძელოს. იმიტომ რომ აქ მთავრობის იქითაც ძალიან ბევრი პრობლემა არის თვითონ უნივერსიტეტში, მარტო უნივერსიტეტზე რო ვისაუბროთ და ისედაც საჭირო იქნება, ამიტომ განვიხილავდით მაგას, რომ ვინმე, ვისაც შემდგომში თვითონაც სურვილი ექნება, აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და არ ვიცი, მაგრამ იქნებ მოხდეს ისე, რომ მე გადავაბაროთ კიდევაც ჩვენი შექმნილი მოძრაობა, ესე რომ. ეს სურვილი თავისით არ გაუჩნდებათ, ეგ არის მთელი ამბავი, რომ პირველ კურსზე როცა მოდის სტუდენტი, არაფერი არ აწუხებს იმას, მისთვის ახალია ყველაფერი, აფრთოვანებულია, მაგრამ იქ თუ დაინახავს იმას, რომ არის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ამაზე მუშაობს, სულ რაღაცა აქტიურია, არა მარტო ვთქვათ, რაღაცა ეხა მესმის რომ სხვა სიტუაცია, მაგრამ მუშაობს იმაზე, რომ შიდა პრობლემებიც მოგვარდეს და ასე შემდეგ. მე ეგ ურთიერთობა უნდა არსებობდეს, რომ იმან იცოდეს, რომ რამე პრობლემა რო აქვს, მოვიდეს შენთან, გაგიზიაროს და მე შენ ჩართო ის ამ პრობლემის მოგვარების სამუშაოებში. და აი ეგ კავშირები ერთმანეთთან არ არის და ამიტომ მგონია რომ ეგ ძალიან ჩვენ ძალიან შერეულები ვართ. ანუ ყველა კურსის სტუდენტი არის. და პლუს ამას სურვილი იმიტომ ახსენე, რომ აბიტურიენტებიც არიან. ანუ შორიდან გვადევნებენ თვალს და რამდენიმესთან კომუნიკაციაც გვაქვს და ანუ ასე თუ ისე რაღაცა იციან. სურვილში უფრო ალბათ ეგ ადამიანები ვიგულისხმე.